ძმა არაფერზე არ მუშაობ ისტორიულ ფაქტებს გადმოვცემ უბრალოდ. კარგით, მეგობრებო, დავიწყოთ მაშინ. დღევანდელი თემა არის ის, რასაც პასაკთან ერთად დაკავშირებული, თქვენ იცით, რომ ძალიან მალე იქნება აღდგომის დღესასწაული, აღნიშნავს ხალხი. ებრაული პასაკი უკვე დაიწყო, ყველა ჩემ ებრაელ ჯამათს ხაკ პესახ სამეახ, ხაკ ქოშერ პესახ სამეახ. ანუ გილოცავთ შეშმაგიში მაშხალა მანახე ჯერ და მე დაგეთახმები ვარ თუ არა. ხო, რო ვიცოდე მაინც შედარებით გავარ თუ არა მაგ მაშხალას. შაკო, მადლობა. ხო და ვისაუბრებთ ამის თაობაზე და დღეს მინდა კიდევ ესეთი ცრუ სწავლება, რომელიცაც აქვთ სამწუხაროდ ტრადიციულ ორთოდოქსულ ეკლესიას, ეს არის ზიარების პური, რომელთაც ისინი იყენებენ საფუარიან პურს. დასავლეთის ეკლესიები იღებენ უბრალოდ უფუარ პურს, ხოლო აღმოსავლეთის ეკლესია იღებს საფუარიან პურს. და რა არგუმენტები აქვს ორთოდოქსულ ეკლესიას ამის საუბაზე, ამაზე ვილაპარაკებ და რა არგუმენტები გვაქვს ჩვენ მესიანურ იუდეველებს, რომლებიც ამას ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად. ამ არგუმენტებს მე შემოგთავაზებ თქვენ უნდა განსაჯოთ. არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ, რომელია უფრო საპირწონი არგუმენტი და რომელია უფრო ბიბლიური არგუმენტი ამ შემთხვევაში. ამაზე ვისაუბრებ მე. ესე იგი, პირველი არგუმენტი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს, რომ იესო ქრისტემ ბოლო სერობა, საიდუმლო სერობა, რომელიც პასექის დღესასწაულზე მოხდა, ჩაატარა საფუალიანი პურით, რომელიც ბერძნულად არის ართოს. ართოს ეს არის პური, რომელიც შეიცავს საფუარს და მართლაც სახარებებში წერია ეგ ბერძნული სიტყვა ართოს. აზომ არის უფუარი პური ბერძნულად. მაგრამ ართოს არის ის, რაც საფუარიანი. რატო აღიზიანებ ხალხს ამ ხელა მარხვაში? ჩემთვის არაფერი მარხვა ეგ არა, ეგ თუ უნდა იმარხულებს. მე პრობლემა არ მაქვს. და მოიცა, ნახოთ, კიდევ რაღაცა შეკითხვა იყო აქ, რატო მეხები მართლმადიდებლობას ასეთ სინკურს? მართლმადიდებლობას არ ვეხები, მე ვეხები მათ ცრუ სწავლებას. მართლმადიდებლებს არ ვეხები. ვეხები მათ სრულ სწავლებას, რომელიც თომელებაში არის. მაშინ ასე არგუმენტი მართლმადიდებლების ეს არის ეტიმოლოგიური არგუმენტი, რომელიც ბერძნულად არის ართოს. მაგრამ ამ ხალხს ავიწყდება ესეთი ნიუანსი, რომ ართოს ზოგადად პურს აღნიშნავს ძველ აღთქმაში და ის ძალიან ბევრჯერ არის მოხსენებული როგორც უფუარი პურიც. ევრითულად ეს სიტყვა არის ლეხემ. ლეხემ ნიშნავს უფუარ პურსაც ებრაულად და ასევე საფუარ პურსაც. მაგრამ სადაც უფუარ პურზეა ლაპარაკი, იქაც ლეხემი არის ნახსენები. ამიტომაც შემოკარგებო თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ სიტყვას კონკრეტულ სიტყვას განმარტავს კონტექსტი. ეს არის ესეთი სიტყვა, რომელიცაც უნდა განმარტება უნდა მიცეს კონტექსტმა. ხოლო კონტექსტი ეს არის პასექის დღესასწაული. და აქედან უნდა ვიხემძღვანელოთ ჩვენ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საიდუმლო სერობის, ანუ იგივე ზიარების პურზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ. კონტექსტი არის ის, რომ პასექის დღესასწაულზე ისრაელში მეორენაირად პასექის დღესასწაულს ქვია უფუარობის დღესასწაული და არსი ამ პასექის დღესასწაულის არის, რომ უფუარი პური უნდა ყოფილიყო და არა საფუალიანი პური. და გამოსვლის მე-12 თავში ესეთი კატეგორიული აკრძალვა პასექის დღეს, ვინ შეჭამს საფუარიან პურს, ის მოიკვეთება ისრაელის საზოგადოებიდან. ეს არის რჯულის მცნება. იესო ქრისტე არ მოსულა რჯულის დასარღვევად, არც რჯულის გასაუქმებლად. მათეს მე-5 თავის მე-17 მუხში წერია, რომ ნუ გონიათ, რომ მოვედი რჯულის გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად. იესო ქრისტე რჯულის წინამდე ვერ წავიდოდა. ხო, ანუ ისტორიული კონტექსტი არის, რომ პასექის დღესასწაულზე შემოკარგებო არ შეიძლება იყოს საფუარიანი პური. ეს გამორიცხულია. საფუარი ბიბლიაში აღნიშნავს ცოდვის სიმბოლოს და იესო ქრისტე ჩვენ ვიცით, რომ ის იყო მსხვერპლი უნდა ყოფილიყო უმანკო, უცოდველი. აქედან გამომდინარე, რომ
წმინდა უმანკო გაგივო საფუართან, საფუარი რომელიც ცოდვის სიმბოლოა, ეს აბსურდია. აქედან გამომდინარე ეს არის ეს ისტორიული კონტექსტი, რომელიც გააქარწყლებს ამ ეტიმოლოგიურ არგუმენტს, რომელიც უბრალოდ თარგმნელებმა გამოიყენეს სიტყვა ლეხაიმ, რომელიც აღნიშნავს ზოგადად პურს და არა კონკრეტებს. კონკრეტიკას აქ გვიძლევა ისტორიული კონტექსტი, რომელიც არის პასექი. ეხლა მეორე არგუმენტი, რომელიც მათ მოაქვთ, იესო ქრისტემ პასექი ერთი დღით ადრე ასწავლა. ერთი დღით ადრე გააკეთა. დიახ, მართალი ხართ, იესო ქრისტემ პასექი ერთი დღით ადრე გააკეთა და მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფუარი იყო იმ სახლში. რატო რაშია საქმე? აქაც ისევ ისტორიული კონტექსტი უნდა გესმოდეთ ჩვენ. სანამ პასექის დღესასწაული დადგებოდა, ერთი კვირით ადრე ებრაელები იწყებდნენ სახლიდან ყველაფერი, რაც საფუარს შეიცავს, იმის გადაყრას, ხამეცის გადაყრა ქვია და დაწვა. თქვენ იცით, რომ იესო ქრისტე როდესაც შევიდა იერუსალიმში, მათ საპასექო დღესასწაულისათვის მოამზადეს ოთახი, მომზადებული ოთახი. და იერუსალიმში იყო ესეთი წესი და ტრადიცია, როდესაც ადამიანები ჩამოდიოდნენ შორი გზით, მათ მოსასვენებელ სახლს ოთახებს უთმობდა ებრაელები, სპეციალურად გამოყოფილი ოთახები იყო, უთმობდნენ ამ ოთახებს, მაგრამ ეს ოთახები იყო მომზადებული წინასწარ, პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად. ანუ აქ ეს სახლი იყო გამოგვილი, გამზადებული, ყველანაირად დასუფთავებული, რომ ადამიანს შეხვდროდა პასექის დღესასწაულზე. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია ერთი დღით ადრემაც იესო ქრისტემ რო ჩაატარა საპასექო სედერი, ჩვენ აქ ვსაუბრობთ საპასექო სედერს, რომელიც აღწერილია სამივე სახარებებში, ძირითადად 4-ვეშია, მაგრამ უშუალოდ სედერის რიტუალის წესები არის აღწერილი სამივეს. ის არის აქ ჩვენ არის ის, რომ იესო ქრისტემ ერთი დღით ადრე რო ჩაატარა, მაგრამ პასექისათვის მზადება ისრაელში იყო ერთი კვირით ადრე დაწყებული. ერთი კვირით ადრე დაწყებული, რომ ისინი ერთი კვირით ადრე უკვე ცომეულს და ყველაფერს ყრიდნენ სახლიდან და წვავდნენ. ხამეცის დაწვა ქვია ამას, ამ პროცესს. ისრაელში თუ ხართ ნამყოფი და ვინმე, ნახავდით. ეს ახლაც ეს ტრადიცია. ეს რაც შეეხება ამ ემას. მესამე არგუმენტი, რომელიც მე მომყავს ამ იმის წინააღმდეგ, რომ იესო ქრისტეს დაუშვებელია საფუარი პურის გამოყენება, ეს არის უშუალოდ რჯულის ცნება, რომელიც მკაცრად აფრთხილებს, რომ არ გამოიყენონ საფუარი პური. თქვით, რომ საფუარი ბიბლიაში სიმბოლიზირებს ცოდვას და ცოდვის სიმბოლოა. და ამას ამბობს პავლე მოციქული, როდესაც წერს პირველი კორინთელთა წერილების მე-5 თავში. მერვე მუხში, ნახეთ როგორ წერს პავლე მოციქული პირველი კორინთელთა მე-5 თავის მერვე მუხში. რო თქვენ გქონდეთ საფუარზე წარმოდგენა, ამიტომ ვის დღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებით და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმინდისა და ჭეშმარიტების ხმიადით. ხმიადი რაც მაცას ნიშნავს, უფუარს ნიშნავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ პავლე მოციქული საფუარს უწოდებს და სიმბოლიზირებს როგორც ცოდვასთან. მესამე არგუმენტი. იესო ქრისტე არ წავიდოდა რჯულის წინააღმდეგ, აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი, კიდევ რჯულის წინააღმდეგ. ყველა მსხვერპლი, რომელიც ძველ აღთქმაში მოქონდათ, მსხვერპლი უნდა ყოფილიყო უნაკლო და პური, რომელიც ამ მსხვერპლთან ერთად იწირებოდა, ისიც უნდა ყოფილიყო საფუარის გარეშე. უფუარი პური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. იესო ქრისტე იყო მსხვერპლი, საკაცობრიობრივ მსხვერპლი, რომელიც მოევლინა ჩვენთვის, არ შეიძლება მისი მსხვერპლი იყოს სიმბოლიზებდა ზიარება მის, რომელიც სიმბოლიზებს მის მსხვერპლს და მისი მსხვერპლის მოგონების გამოვაკეთებ ჩვენ ამას, იყოს საფუარიანი. ეს ეწინააღმდეგება ყოველგვარ ბიბლიურ ლოგიკას.
მეოთხე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტია, ეს არის αφიკომანის რიტუალი. αφიკომანის რიტუალი, რომელიც ხდება საპასეკო სედერზე. მე ამ დღეებში ვაპირებ საპასეკო სუფრის გაკეთებას. სუფრის რა? ილუსტრაციას გაჩვენებთ, თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ ზუსტად საიდუმლო სერობაზე, რა როგორ გაკეთა, რატო დალია მან 3 სასმისი, რატო გატეხა მან მაცა და მიართვა მოციქულებს. ეს გატეხილი მაცა, რომელიც ერთ იესოს, რომელსაც ტეხავს, აქაა მნიშვნელოვანი სუფრის დაწყებისთანავე, როდესაც პური აკურთხა, იქ წერია ლუკას სახარებაში, აკურთხა, გატეხა, ის ერთ-ერთი ნატეხი არის, რომელიც იმალება. ამ დამალულს ქვია αφიკომანი და ეს იყო უშუალოდ ხმიარი. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში αφიკომანის რიტუალი, რაც იესო ქრისტემ გააკეთა და უთხრა, მიიღეთ, ეს არის სხეული თქვენთვის დამტვრეული, თუ საფუარიანი იყო, ეს უკვე ცოდვის სიმბოლოა და რჯულის მიხედვით ყოველგვარი ცოდვილი ვერ იქნებოდა მსხვერპლი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც არ აქცევენ ყურადღება სამწუხაროდ ეს ხალხი. ეს ორთოდოქსული სწავლება, რომელიც ამბობს, რომ იესო ქრისტემ ზიარება ჩაატარა საფუარიანი პურით. ის რომ იესომ ქრისტემ ახალი მოიტანა, ეს არ ნიშნავს ჩემო კარგებო, რომ ის რაც ძველი იყო, ძველი ჭეშმარიტება მან უარყო, გადააგდო და ახალი მოიტანა. იესო ქრისტე, თუ ჩვენ შევთანხმდით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი არ ცვლის თავის მცნებებს, რომელიც სამუდამო წესია. აქ არ არის ტაძრის რიტუალზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ტაძრის რიტუალები არ იყო სამუდამო წესები, სამუდამო მცნებები ეს არ იყო, როდესაც თქვენ კითხულობთ, იქ არცადაც წერია, რომ სამუდამო წესი იყოს ეს თქვენთვის, არამედ წერია დღესასწაულებზე, რომელიც უნდა იზეიმოს საუფრო დღესასწაულები, ეს არის ზუსტად ის სამუდამო წესი. ანუ ეს წესი არ უქმდება. ღმერთი არ ამბობს ერთს და მერე გადათქვამს და აკეთებს სხვანაირად. ის რაც ძველ აღთქმაში იყო კანონი, ის იგივე ახალ აღთქმაში კანონი რჩება. რჩება იმ გაგებით, რომ იესო ქრისტეში ამას ჩვენ ვაძლევთ სულიერ მხარეს, მაგრამ არ შეიძლება ეს, რომ ჩვენ გავაკეთოთ და მივამატოთ ჩვენი რიტუალები. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ თქვენ გესმოდეთ და ხვდებოდეთ. თუ ჩვენ ავიღებთ იმ მომენტს დაუშვათ, რომ იესო ქრისტემ საფუარიანი პური გამოიყენა პასექის დღესასწაულზე, ეს არის პირდაპირ ჯულის მცნების დარღვევა. და მე უნდა შეგეკითხოთ ორთოდოქსებს, ვინც მისდევთ ამ ორთოდოქსურ სწავლებას, თქვენ გჯერავთ, რომ იესო ქრისტემ რჯული დაარღვია? თუ რჯული დაარღვია, მაშინ იესო ქრისტე ცოდვილი გამოდის და ცოდვილი ვერ ეწამებოდა ჯვარზე და ვერ გამოისყიდდა კაცობრიობას. უპასუხეთ მაშინ ამ კითხვას თქვენ. ეს თქვენთვის დამიტოვებია. ველოდები კონტრარგუმენტებს თქვენგან, რომელსაც ვიცი, რომ შეიძლება ზოგიერთმა ვიდეოც ჩაწეროთ, არაა პრობლემა, მზად ვარ. თუ ასე, ანუ შევაჯამოთ, რასაც მე ვამბობ ახლა, ეს არის ის, რომ იესო ქრისტე საიდუმლო სერობაზე, რომელიც პასექის დღესასწაულზე და ეს იყო პასექის საპასექო სუფრა, გამორიცხულია კატეგორიულად, რომ მან საფუარიანი პური გამოიყენებია. ამას ისტორიული კონტექსტი ამტკიცებს, ამას ბიბლიური კონტექსტი ამტკიცებს. თქვენი არგუმენტები, რომელიც თქვენ არის, ეს არის დამყარებული მხოლოდ ლინგვისტურის, ისიც ლინგვისტური, რომელიც არასწორადაა გაგებული. არის ზოგიერთი სიტყვები ბიბლიაში ჩვენ ხვდება, რომ მშრალი ლინგვისტიკა მას არ აძლევს მთლიან სურათს არ გამარტავს. ამისათვის საჭიროა კონტექსტის ცოდნა. და ამაზე მე შევინახავ ამ მაგალითს, მე როცა სხვა დროს იქნება. მაშ ასე, მე დავამთავრე და თქვენ შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვები.